დიდებული ადამიანები უძეგლო და უმუზეუმოდ არ უნდა იკარგებოდნენ. სულ მაწუხებს კითხვა, სად გავხსნათ ქოცების მუზეუმი. რა თქმა უნდა, ყველაზე ბუნებრივი და ღირსშესანიშნავი ადგილი არის ქალაქის თავზე, თაბორის მთის გასწორებ გორაზე, კონკავშირის ყოფილი ხეივნის გაგრძელებით. დიდებული შენობა კონდიცირებით, ნახატებისთვის აუცილებელი რეჟიმის განათების, ტენიანობის შენარჩუნების დანადგარებით, ლამაზი პარკით, მანქანების მისასვლელით, ვერტფრენის დასაჯდომი მოედანიც კი ჰქონია. მოკლედ, საუკეთესო ადგილია. პრობლემა ისაა, რომ დროებით დაკავებულია. ჯერ კერძო საკუთრება ჰქვია. დროებით. მაგრამ სანამ ის სახლი გათავისუფლდება, უკვე გვაქვს ადგილი, სადაც შეგვიძლია განვათავსოთ დროებითი ექსპოზიცია მაინც. პირველი ექსპონატები. საქართველოს თბილისი, მოსაშვილის ქუჩა 10. მართალია ცოტა მაღლაა, ბოლო და ბოლოს წინა სართულია. სამაგიეროდ აქვს თავისი ბაღი და არც ფეხით მოგიწევს ათხლეშა. კომფორტული ლიფტი მუშაობს. ამიტომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართული ოცნების კორუფციის მუზეუმში. ეს არ იქნება მხოლოდ ოქროს ზოდების, ან ფულის ტომრების, ან მერსედესის ბრელოკების, ან ძვირიანი თოფების გამოფენა. ეს ინტერაქტიული მუზეუმი იქნება. დამთვალიერებლებს ექნება საშუალება გაესაუბრონ თვით კორუფციას, განსხეულებულს. თუ ეს ერთხელ სპეციალურ დღეებში პენტენციურ სამსახურთაში ეთანხმებით, თქვენ გიმასპინძლებენ საქართველოს დამსახურებული კორუფციონერები. ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ილუაშვილი, ჯვანშერ ბურჭულაძე, რომეო მიქაუტაძე და სხვები და სხვები. ეს სია იფსება კიდევ. ეს შეხვედრები და ექსკურსიები ძალიან საინტერესო იქნება. თქვენ ძალიან ბევრს შეიტყობთ 2012-2025 წლების საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე, ბიზნესის წარმოების სპეციფიკასა და ქართულ ჯიგრულ პონტზე ზოგადად. მომავალში სახელმწიფოს წინსვლის პარალელურად ექსპოზიციას გამრავალფერუნდება და გიდების შემადგენლობაც შეივსება. დაგეგმილია, რომ დაემატება რუსულენოვანი გიდიც, რომელიც კორუფციის საწყისებთან ერთად ისაუბრებს საქართველოს მცენარეული და ცხოველურ-ფრინველურ თევზეული ბუნების მრავალფეროვნებასა და 4 წლამდე ბავშვების ძუძუთი კვების უპირატესობებზე. მაგრამ ეს ოდნავ გაწელილ პერსპექტივაში. ახლა კი მიმდინარეობს მოლაპარაკება ონლაინ გიდა დასაქმდეს ასევე რუსულენოვანი დამსახურებული კორუფციონერი ოთარ ფარცხალაძე რომანოვი. ოღონდ ამ დამსახურებული ხალხის გიდობით ჩატარებულია სპეციალური ექსკურსიები სამწუხაროდ ფასიანი და ზვირიანი იქნება. უფასოდ და იაფად არაფერი არ ქნეს ამ შაკლებმა.